ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ნიკი მთელი გულით უვლის თავის ავადმყოფ ბებიას. ერთ მშვიდ ღამეს ის შეესწრო რაღაც უჩვეულოს, რამაც ახალგაზრდა მამაკაცი შეაშინა. აღსანიშნავია, რომ ბებიას ალცჰეიმერის დაავადება სჭირს, რის გამოც ის ხშირად ჩერდება ერთ ადგილას. თითქოს მის თვალწინ ისეთი სურათები ჩნდება, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. მაგრამ ამჯერად, როცა ის უმოძრაოდ იდგა, მოხდა ისეთი მოვლენა, რომლის გაგებაც ნიკს ძალიან უჭირს. უბრალოდ უყურეთ. უეცრად მაცივრი ზედათაროდან რაღაც ნივთი ვარდება. ეს ხდება სრულიად მოულოდნელად. მამაკაცის თქმით, სიტუაცია კიდევ უფრო შემაძრწუნებელი გახდა, როდესაც ამ მომენტში ბებიამისის ზაღლი იწყებს ყეფას. შემდეგ ნიკმა აჩვენა თუ რა ნივთი ჩამოვარდა მაცივრის თავიდან. ეს იყო პატარა სტატუეტკა, რომელიც მაცივრის სიღრმეში იდო. როგორ შეიძლება საერთოდ იქიდან ჩამოვარდნილიყო? თუმცა ვიდეოს დეტალური დათვალიერების შემდეგ შეამჩნია რაღაც უცნაური, რაც ნამდვილად შემაძრწუნებელია. აღსანიშნავია, რომ ნიკის გარდაცვლილი ბაბუა, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა, ერთხელ ყვებოდა, თითქოს ღამით სამზარეულოში სრულ სიბნელეში ბებია იდგა, მაგრამ მოგვიანებით, როცა მის სანახავად შევიდა, სამზარეულოში ვერავის კვალი ნახა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ნიკს სამზარეულოში ეშინია, თუმცა ეს არაა ერთადერთი. იმავე ღამეს, მას შემდეგ, რაც მან წინა ვიდეო ჩაწერა, კიდევ ერთი უცნაური რამ მოხდა. ძაღლების გაყვანის შემდეგ, ნიკმა ხელახლა დაიწყო გადაღება, რადგან ყინულის აპარატი თავისით ამუშავდა. უბრალოდ უყურეთ. Whoa. ხოლო ცოტა მოგვიანებით, რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც მანამდე უბრალოდ სტუმრების ოთახში დადიოდა, მოულოდნელად თავდაყირა დადგა. ამ დროს მის გზაზე არაფერი იყო. თითქოს ვიღაცამ ან რაღაცამ განცრხ გადააბრუნა. შეშინებულმა ნიკმა გადაღება დაუყოვნებლივ შეწყვიტა და ვიდეო ინტერნეტში განათავსა. ისევე როგორც ადრე, მომხმარებლებმა შეამჩნიეს ისეთი დეტალები, რომელიც თავად ნიკს გამორჩა. მაგალითად, მტვერსასრუტი იქცეოდა უცნაურად. ჩვეულებრივი მტვერსასრუტებისგან განსხვავებით, ის სწორი ტრაექტორიით მოძრაობდა, რაც ამ მოდელებისთვის ამახასიათებელი არაა. გარდა ამისა, ის არც გაჩერებულა და არც შეტრიალებულა, როდესაც კიბის პირს მიუახლოვდა. წესით ამ დროს უნდა გაჩერებულიყო, რადგან სენსორი კიბიდან ჩავარდნის საშუალებას არ მისცემდა, ის უბრალოდ გაჩერდებოდა. თუ წინა მოვლენები ჯერ კიდევ შეიძლებოდა როგორმე ლოგიკურად აგვეხსნა, ამისი ახსნა თითქმის შეუძლებელია. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, გთხოვთ რომ კომენტარებში დაწეროთ. Jesus! ეს ვიდეო ატვირთა ამ ბავშვის დედამ, რომელიც გვიამბობს, რომ მისი შვილი ყოველ საღამოს კარებთან ეგებება, როცა სამსახურიდან მოდის. მაგრამ როგორც წესი, როცა დედა სახლს უახლოვდება, ის სიგნალს აძლევს, რათა მისმა შვილმა გაიგოს, რომ ის დაბრუნდა. თუმცა იმ ღამეს, როცა მისი შვილი გარეთ გავიდა, რათა დაინახა, მოვიდა თუ არა დედამისი, მოხდა რაღაც უცნაური. უბრალოდ უყურეთ.
სანამ ის გარშემო იყურებოდა და დედამის ეძებდა, ვიღაცამ ან რაღაცამ ისე შეაშინა, რომ ბავშვმა თითქმის გონება დაკარგა. აშკარა იყო, რომ მან რაღაც ისეთი დაინახა, რომ ძალიან შეაშინა, თუმცა ერთი შეხედვით იქ არავინ იყო. მაგრამ თუ ვიდეოს ყურადღებით დავაკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მას შემდეგ, რაც ბიჭის სახლისკენ გაიქცა, კადრში ჩნდება გაურკვეველი ფიგურის ნაწილი. ის ძალიან მცირე ხნით ჩანს, სანამ საბოლოოდ გაქრება. ვერც დედამ და ვერც ოჯახის სხვა წევრებმა ვერანაირი ახსნა ვერ მოძებნეს. რა დაინახა ბავშვმა იმ საღამოს? 2025 წლის 10 ივლისს ვიდეოს ავტორის მისაღებ ოთახში დაყენებულმა კამერამ ჩაწერა დაიწყო. კამერა ჩაწერას მხოლოდ მაშინ იწყებს, როდესაც მოძრაობას დააფიქსირებს. მაგრამ საქმე ისაა, რომ იმ მომენტში სახლში არავინ იყო. ყოველ შემთხვევაში ადამიანი. სახლში მხოლოდ მისი საყვარელი ძაღლი იყო. როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მიუვიდა, მან ჩანაწერს ყურადღება არ მიაქცია, რადგან იფიქრა, რომ ეს უბრალოდ მისი ძაღლი იქნებოდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ჩანაწერში რაღაც საზარელი მოვლენა აღიბეჭდა. ამის შემდეგ ძაღლი სხვანაირად იქცევა, არა ისე, როგორც ადრე. აი რა დააფიქსირა ვიდეო კამერამ. შემდეგი ვიდეო ატვირთა დედამ, რომელიც სოციალურ ქსელში თითქმის თავის ქალიშვილის ცხოვრების ყოველ მომენტს აზიარებს. მისი მთლიანი ანგარიში მიძღვნილია მისი ქალიშვილი რეჯინასთვის, რომელიც ნამდვილ სასწაულად მიაჩნია მრავალწლიანი წარუმატებელი ორსულობის შემდეგ. მან იმედი თითქმის დაკარგა, რომ ოდესმე დედა გახდებოდა. ის ყველაფერს იღებდა, აღბეჭდავდა თავისი ქალიშვილის ზრდის ყოველ მცირე დეტალებსაც კი. თუმცა ამ უამრავ ვიდეოს შორის არის რამდენიმე განსაკუთრებული. ყველაფერი დაიწყო ვიდეოების სერიით, როცა რეჯინა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო. იმ პერიოდში გოგონა ხშირად მიხოხდებოდა სახლის ერთი განსაკუთრებული კალიდორისკენ და უბრალოდ იმ მიმართულებით იყურებოდა. თავდაპირველად ეს უბრალოდ ბავშვურჩევად მიაჩნდა, მაგრამ უცნაურია ის, რომ წლების განმავლობაში ეს ჩვევა არ გაქრა. ისევე როგორც ჩვილობაში, რეჯინა დღემდე აგრძელებდა იმავე კოლიდორისკენ ყურებას. ხან ის დაჭერობანას ათამაშებოდა საკუთარ თავს, ხან კი ჰაერში აგზავნიდა კოცნას და ეს ყველაფერი ზუსტად იმ მიმართულებით ხდებოდა. თითქოს იქ მისი წარმოსახვითი მეგობარი იყოს. ¿Qué pasó? Ay, Dios, ahora sí me asusté. ¿Qué pasó? Ay, Raichini. Mira, apunta para allá. ¿Qué, mi amor? ბავშვებს ხშირად ჰყავთ წარმოსახვითი მეგობრები. ბოლო ვიდეოში რეჯინა დიდშისგან იცდის. გოგონა აშკარად ჩხოთავს, თუმცა ვიდეოში არ ჩანს რაიმე აშკარა მიზეზი. ყოველ შემთხვევაში დედამისი ვერაფერს ამჩნევს. მაყურებლებმა კომენტარი გააკეთეს ერთ-ერთ ვიდეოზე. ამ ვიდეოში რეჯინა უბრალოდ ასრულებს თავისი ჩვეულებრივი საღამოს რუტინას სილის წინ, მაგრამ თუ უფრო ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ თუ რა აშინეს მას ასე ძლიერად. ის, რაც თავდაპირველად ჩვეულებრივი სახლის ვიდეოთი დაიწყო, მოულოდნელად საშიშ სანახაობად გადაიქცა. კარადის შიგნით შავმა ლანდმა გაიარა, რომელიც ადამიანის სილუეტს ჰგავდა. ეს მაშინ მოხდა, როცა რეჯინამ თითი მისკენ გაიშვირა. იმ დროს სახლში არავინ იყო, რაც მარტივად ახსნიდა ნანახს. გამომწერები ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ისაა, რისიც რეჯინას წლების მანძილზე ეშინოდა. დედამის არ შეუძლია მომხდარის ახსნა, მაგრამ ის სერიოზულადაა შეშფოთებული. მოგვიანებით, ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც უკვე სამზარეულოში გადაიღეს, კიდევ უფრო უცნაური და თანაც შემაშფოთებელი მოვლენა ხდება. სანამ დედა რეჯინას უღებდა, კადრში ისევ გამოჩნდა მოძრავი ჩრდილი. ამჯერად იმავე ოთახში, სადაც დედა და ქალიშვილი იმყოფებოდნენ. ამ ფიგურამ უბრალოდ ჩაიარა და შემდეგ გაქრა. იმ მომენტში ვერც დედამისმა და ვერც რეჯინამ ვერაფერი შეამჩნიეს. თუმცა ამ მოვლენების გათვალისწინებით ჩნდება ერთი კითხვა: ვინ ან რა გადაიღეს ვიდეოზე? სამწუხაროდ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ამით ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. თუ ეს ასე იყო, გთხოვთ რომ არ დაგეზაროთ ვიდეოს და ლაიქება და არხის გამოწერა, რათა არ გამორჩით მორიგი საინტერესო ვიდეოები.
მეკიდროები და გემშვიდობებით. ნახვამდის.